სიყვარულის საწყისის უფლისშობის დღესასწაულს ზეიმობს საქართველო. დედაქალაქში დილიდან ალილოს მსვლელობა გაიმართა, მონაწილეებმა ქრისტეს შობა პირადად მიულოცეს პატრიარქსაც. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძრამდე მივიდნენ. სასულიერო პირებმა ადგილზე საშობაო პარაკლისი გადაიხადეს. შეგროვებული სურსათი კი მოხუცთა თავშესაფარებს და ბავშვთა სახლებს გადაეცემა. ცარო კირვალიძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. მართლმადიდებლური სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო მსვლელობა, შობის მახარებლებმა მსვლელობა დაიწყეს სწორედ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და გადმოინაცვლეს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უკვე შემდეგ აღევლინა საშობაო პარაკლისი. აქ დააბინავეს და მოიტანეს სურსათსანოვაგე ის პროდუქტები, რომლებიც მახარებლებმა მიიღეს მოქალაქეებისაგან და ეს პროდუქტები უკვე მომდევნო დღეებში გაჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ, მათ შორის ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებს, ასევე ვიცით, რომ გადაეცემათ პენიტენციურ დაწესებულებებსაც. როგორც სასულიერო პირები ჩვენთან საუბრის დროს ამბობდნენ, ამ დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აქვს ორი დატვირთვა. ერთის მხრივ აღნიშნავენ და ზეიმობენ ქრისტეს დაბადებას, ხოლო მეორეს მხრივ ეს დღე არის ბედნიერების დღე და ასევე არის დღე სიკეთის, იმიტომ რომ ამ დღეს აგროვებენ ისინი სწორედ სურსათსანოვაგეს და გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან. მთელი ამ მსვლელობის დროს ისმოდა საგალობლები, ასევე ჩვენ ვნახეთ ანგელოზის ფორმებში ჩაცმული ბავშვები. სახარების მიხედვით სწორედ ანგელოზებმა ამცნეს მწყემსებს ქრისტეს დაბადება, შემდეგ რიგში იყვნენ სწორედ მწყემსები და ასევე მოგვებიც არიან სწორედ ბიბლიური პერსონაჟები და შემდეგ სწორედ ამ ადამიანებმა, მოქალაქეებმა, სასულიერო პირებმა გადმოინაცვლეს სამების საკათედრო ტაძარში, სადაც როგორც უკვე გითხარით, აღევლინა საშობაო პარაკლისი. გილოცავთ შობას, ძალიან მიხარია რომ აქ ვარ მე და ყველას მოგილოცავ და ყოველ შობას მინდა რომ ესე სიხარულით გავაგზავნოთ გზა. ველასვულო წავახა წეს შობას ყველას გილოცა 2026 წელი დადგა, რაც გვინდოდა და საჩუქრებიც მოდის და ნაძვიცხე ეც დაიდგა. დღეს უფალი დაიბადა დღეს უნდა აღნიშნოს უფლის დაბადების დღე და ჩვენ უნდა ვიგალობოთ ალილო. წემს განვასახიერებდნენ და ყოველს მთელ საქართველოს მიულოცავ შობას და ყოველს ჯანმრთელობას მოусურვი. ავაგროვეთ ყველაფერი და ამას დავურიგებთ საავადმყოფოებს, გაჭირვებულებს და ძალიან დიდი სიკეთეა ეხლა რასაც ვაკეთებთ ჩვენ. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ჩვენ ვცდილობთ რომ ყოველ წელს ძალიან განსხვავებულად შემოვიფარგლოთ და ვეხმარებით ასევე გაჭირვებულებს. ყოველ წელს სხვადასხვა რაოდენობის თანხით გვინდა რომ გავახაროთ ბავშვები და არ იყვნენ დაჩაგრულები. მინდა რომ ქრისტეს შობის დღესასწაული მოვულოცო მთელ საქართველოს, ჩვენ ძვირფას ქართველებს, არაქართველებს, რომლებიც ჩვენ სამშობლოში ცხოვრობენ და ჩვენ ერთიან ქვეყანას ვაშენებთ. ქრისტეს შობით გამოწვეული სიხარული უდიდესია და ამას მოწვევს დღევანდელი მსვლელობაც, რომელიც 25 წელზე მეტია იმართება მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ალილოს მსვლელობა. შობის მახარებლები მოვდივართ ქუჩებში და ჩვენს გვიხარია და სხვებსაც ვახარებთ აი ამ დიდ სიხარულს, რომ ქრისტე იშვა, უნდა იშვეს ჩვენს გულებშიც და აი ეს მსვლელობა, რომელიც აი დამთავრდა, დასრულდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სწორედ ამას ემსახურება, რომ ის სიხარული, რაც გამოწვეულია ქრისტეს შობის უდიდესი დღესასწაულით, ჩვენ გაუნაწილოთ სხვა ადამიანებს. საზეიმო მსვლელობა, როგორც უკვე გითხარით, დაიწყო პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და გადმოინაცვლეს უკვე სამების საკათედრო ტაძარში, თუმცა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ ასევე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს წევრებიც იმყოფებოდნენ ადგილზე, მათ მიიტანეს სურსათსანოვაგე, ეს ხდება ხოლმე ტრადიციულად და ისინიც ულოცავენ, ბუნებრივია, მართლმადიდებლურ სამყაროს ამ დღესასწაულს და ისინიც ამბობენ, რომ ეს არის დღე სიკეთის, სიმშვიდის და კეთილდღეობის. სულ საქართველოს უპირველეს ყოვლისა ულოცავ
შობის დღესასწაულს სიყვარული, სიკეთე ყოფილიყოს თითოეული ადამიანის გულში, თითოეულ ოჯახში და ჩვენს ქვეყანაში. გუშინ პატრიარქის ეპისტოლეში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რაც ამძიმებს ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ამ დღეს ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ის სიკეთე, რომელიც დღევანდელი დღით არის განსაზღვრული, ეს სიკეთე სულად შევიცნოთ და ქრისტე დაიბადოს ჩვენს გულში. ჩემ ლამა საქართველოს ულოცავ შობის დღესასწაულს, ჩემ ხალხს მინდა უსურვო ჯანმრთელობა, ხნეობა, კეთილდღეობა, მე მჯერა რომ სიყვარული გადაგვარჩენს. უფალი იყოს ჩვენი მფარველი. საზოგადოებას ულოცავთ. მეც, ჩემი კოლეგებიც, მე ვფიქრობ, რომ ეს არის დღე, რომელმაც უნდა გააერთიანოს. არაერთი ოჯახი, ადამიანები, ვინც სხვადასხვა პლატფორმაზე დგას, თუნდაც პოლიტიკურად განსხვავებული ადამიანები. ყველას ულოცავ, ვინც პატივსცემს ჩვენს ისტორიულ ტრადიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული შობის, როდესაც ვფიქრობთ, რომ მთელი საქართველო ერთიანდება ამ დღეს და დღეს ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ვიკრიბებით და ალილოში ვიღებთ მონაწილეობას, რომელიც ასევე ამ ტრადიციით აერთიანებს მთელ ერთს და ყველას ულოცავ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ალილოს ტრადიცია პატრიარქის კურთხევით 2000 წელს აღდგა და ჩვენ ვნახეთ, რომ მსვლელობის მონაწილეები მივიდნენ პატრიარქთან, მათ პირადად მიულოცეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შობა და უნდა აღინიშნოს, რომ ამ დღეს ტრადიციულად აღნიშნავენ ხოლმე 26-ეთ აღნიშნეს მსვლელობით და დღესაც, როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ვნახეთ მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. მადლობა, ცარო კივრალიძე იყო პირდაპირ ეთერში.